მოგესალმებით, თვითფასო მეგობრებო. დღეს გთავაზობთ ვიდეოს ისეთ თემაზე, რომელიც შეიძლება ბევრი თქვენგანი არ დაინტერესოს, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ვიდეოს გადათარგმნა, წარდგენა თქვენზე. და რატო? დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლაპარაკობენ იმ დაგროვილ ნაგავზე, რომელიც გავსებულია ჩვენი დედამიწა. და აქ პირდაპირ გაგებით არ იგულისხმება ჩვეულებრივი ნაგავი, რომელსაც ადვენტოვებს თავის შემდეგ. არა, ყოველდღიურ თავის ცხოვრების არში, არა, ცხოვრების განმავლობაში, ყოველდღიურობაში. უბრალოდ აქ იგულისხმება ნაგავი, რომელიც გროვდება მაგალითად ტექნოლოგიური ასე ვთქვათ წარმოების შემდეგ. რა იგულისხმება მაშინ? როგორც თქვენ იცით რა, შეიძლება თქვენ ბევრგანმა არ იცოდეთ, რომ ადრე იყო ნათურები, რომლებიც ანათებდნენ მუდამ. იყო ატმოსფერული ნათურები, შემდეგ სპეციალური ლამპები, რომელიც არასდროს ქრებოდა. იყო მანქანები, რომლებიც დიდხანს ემსახურებოდა ადამიანებს, ხო? იგივე Toyota მაგალითად და მაცევრები. სეკვირელია საქართველოში არასდროს უწარმოებიათ მაცევრები, ტელევიზორები და ასე შემდეგ, მაგრამ იყო რუსული მაცევრები, რომლებიც მრავალი წელი ემსახურებოდა მოსახლეობას, საბჭოთა კავშირის მოსახლეობას. თითქმის ყველა რესპუბლიკაში, ყველა ოჯახში იდგა რუსული წარმოშობის რაღაც ტექნიკა. ან მაცივარი, ან ტელევიზორი, ან მანქანა. და ბოლო დროს დაიწყეს ნივთების შეგნებულად ან გაფუჭება, ან არაკეთებდნენ კეთილსინდისიერად, რადგან არ აწყობდათ, რომ ნივთები ნაკლებად იყიდებოდეს. ანუ წარმოებელს უნდა, რომ მათი ნივთები წყდებოდეს, გარანტიის დიდი ვადა არ ქონდეს, მაქსიმუმ 5 წელი, 3-5 წელი. და მათ აწყობთ ეს, იმიტომ რომ ფულის შემოსავალი აქვს და თუ ნივთმა დიდი ხანი ემსახურა თავის ფლობელს, მაგენი ბიზნეს ვერ აწარმოებენ. აი ზუსტად ამ თემებთან დაკავშირებით გამოვიდა უსანინი კონფერენციაზე. ამ წელს 21 სექტემბერს ესე იგი სოფლიო საზოგადოებრივ ასამბლეის ფორუმზე თემით ახალი ერა შეგნებული ერთობისა. ეს კონფერენცია ჩატარდა მოსკოვში. ხო, და ალექსანდრ უსანინის ვიდეოს თარგმნას ახლა შემოგთავაზეთ მე თქვენ, რომ წარმოდგენა გქონდეთ თუ რას ნიშნავს ნაგავი. ის ნაგავი, რომლით დაიწურთება, გრძელდება გადატვირთვა დედამიწის. ეს ჩვენ ყველას თუ ახლა არ შეგვეხება აუცილებლად. და იფიქრეს, რავინ რომ თუ სანამ ეს ჩვენ შეგვეხება, ჩვენ უკვე აქედან წასულები ვიქნებით. არა, ჩემო კარგებო, არ ვიქნებით. ესეთი და მე კიდე ჩვენ შვილებს რას ვუტოვებთ ჩვენ? კარგი, მე არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ თქვენ ვისაც შვილები ყავთ, ვისაც
შვილიშვილები ყავთ. რას უტოვებთ? როგორ დედამიწას უტოვებთ თქვენ ბავშვებს სიტყვაზე? ეს არ არის დიდი ხნის შემდგომი მოვლენები. მოგადიეთ, ეს მოვლენები ხდება ახლა და გაგრძელდება ჩვენ სიცოცხლეშიც. მას დავიწყოთ. ალესანდრო სანიანმა დაიწყო იმით, რომ დღესდღეობით ჩვენი პრობლემების მიზეზი, მთავარი მიზეზი არის ჩვენი ფასეულობების შეცვლა. მე შევეცდები აგიხსნათ იმათ, ვინც რომელსაც ვერ გაიგეს თუ რას ნიშნავს ფასეულობების შეცვლა. თუ ჩვენ მაგალითად ადრე მთავარი იყო ჩვენთვის ჯანმრთელობა, ადამიანობა და ასე შემდეგ, დღეს ეს ფასეულობები შეიცვალა. სოფლიო საფანკო მაფიამ ჩვენ თავს დაგვახვია საზოგადოებაში შეფასების ნიშნები, თავისი ნიშნები, თავისი შეფასებები, ესე იგი ეკონომიკური მაჩვენებლების უბრალოდ ეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე. ხო, თავრობა გვეუბნებაო, რომ თავარიაო დღეს თავრობის ვებებს დაუჭიროთო მხარი. მე ხა შევედი ინტერნეტში, ხო, და შევეცადე გამერკვია თუ რა არის ვებპ. ვებპ ყოფილა, ესე იგი რუსული დიდი ასოებით ვვპ. ეს ყოფილა საბაზრო ფასეულობა ყველა საბოლოო ნივთებისა და მოსახურეობისა, რომლებიც გამომუშავდება ქვეყნის ტერიტორიაზე რაღაც განსაზღვრულ პერიოდის განმავლობაში, მაგალითად ერთ წელიწადში ან ერთ კვარტალში. და ეს ვებპ არის მთავარი მაჩვენებელი, რომელიც დემონსტრაციას უკეთებს რაოდენობას და მდგომარეობას ქვეყნის ეკონომიკისა. ვებპ-ს მზად მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ეკონომიკა ვითარდება. და მისი ამ ვებპ-ს დაწევა ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაიწყო რეცესია. ხო. და დღეს ყველა ქვეყანა ცდილობს გაზარდოს ქვეყნის გამექცა იქეთ. ხო, გაზარდოს ქვეყნის ამ ვებპ-ს მაჩვენებლები. ანუ დიდი რაოდენობით გამოუშვას ეს თუ ის საქონელი. და ამ ვებპ-ს დაწევა, მაჩვენებლის დაწევა, პრობლემა ხდება ვისთვის? ეს ხდება პრობლემა საფანკო მაფიისთვის. რადგან მათთვის მთავარია ამ ფულადი ნაკადების ჩქარი მოძრაობა. რადგან ის ქმნის პროცენტებს. რადგან ამისგან დამოკიდებულია მათი საბანკო პროცენტები. და ამ ნაკადის შემცირება საბანკო სისტემაში ნიშნავს მათი კონტროლის მოწაბებას. და როდესაც ეკონომიკა დგება პირველ ადგილას, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ომებისა, რომლებიც ხდება დედამიწაზე. და ჩვენ რისთვის ცხოვრობთო? განა იმისთვის ცხოვრობთ, რომ ნივთები გამოვუშვათ?
თუ ჩვენ ამას ვეთანხმებით, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ადამიანები გამოსადეგი ვართ მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ შეგვიძლიათ ნივთების გამოშვება. ამიტომ ამ საბანკო ამ მაფიული საბანკო სისტემის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ნივთების გამოშვება, იმ ნივთებისა, რომლის გაყიდვა შემდგომ შეიძლება, ისინი ზედმეტები არიან და ეს ხალხი უნდა შევამციროთო. თქვენს ახლა ამ სიტყვებმა როგორი მოქმედება იქონია? წარმოიდგინეთ, იმდენად შეცვლილი ფასიულობები, რომ ახლა ჩვენ გვახვევენ თავს ეს მაფიული საბანკო სისტემა, რომ ჩვენ თუ არ გამოვუშვით ნივთები, თუ არ შევქმნით რაღაც ისეთი ბიზნესი, სადაც ჩვენ რაღაცას ვყიდით, ხო? მისი გაყიდვა შეიძლება, ჩვენ თუ ესე იგი გამოდის, რომ ადამიანი, რომელსაც არ აქვს ბიზნესი, რომელიც არ მონაწილეობს ვაჭრობაში, რომელიც არ ქმნის რამეს, რაც მოგებას მოუტანს ამ საბანკო სისტემას, ამ მაფიურ საბანკო სისტემას, ესე იგი ჩვენ არ ვართ საჭირო, ხო? ვინ შედის ამ კატეგორიაში? მოხუცები, ბავშვები, ავადმყოფები, ინვალიდები. არა, ამას მე ვამბობ. თუ ჩვენ საუბრობთო დემოკრატიაზე, ამბობს უსანინი, და დემოკრატია ყოფილა უმრავლესობის ხელისუფლება. ახლა მე რატომ ჩამეცინა იცით? ჩემ გაგებაში დემოკრატია ნიშნავდა თავისუფლებას, ნიშნავდა სამართლიანობას, ნიშნავდა სწორიცით, მაგრამ თურმე სიტყვა დემოკრატია პირიქით ნიშნულობის ყოფილა. წარმოიდგინეთ, თურმე დემოკრატია არ ყოფილა იმ ნიშნულობის, რა ნიშნულობითაც ჩვენ გვახვევდნენ თავს. სხვათა შორის, ამ ტერმინოლოგიის გაშიფრვა მე ამოვიკითხე, თუ მოусმინე არ მახსოვს ზუსტად. რომელიღაც ვიდეოში მგონი მოусმინე. და იცით, მე გავიფიქრე, რომ ალბათ რაღაც არასწორად გავიგე მეთქი. არ ჩავუყმავდი ამას. გავთიშე ის ვიდეო. ახლა უსანინმა გამიხილა თვალები. დემოკრატია არ ყოფილა შუქურა, არ ყოფილა სწორი მიმართულება. თუმცა თურმე დემოკრატებს ყველაზე მეტად უნდა გვეშინოდეს, უნდა გავურბოდეთ დემოკრატებს. რადგან დემოკრატია ყოფილა ხელისუფლება. 90% დედამიწაზე თავის თავს უწოდებს მორწმუნეებს. რას ნიშნავს იყო მორწმუნე? ესე იგი ადამიანს, რომელიც თავის თავს თვლის მორწმუნედ, მას გააჩნია რაღაც ზებუნებრივი მოწოდება. იყოს მიისწრაფოდეს სულიერობისკენ, ხო? და არა თვლიდეს, რომ სულიერობა არის, სულიერობა ნიშნავს, თუ ჩვენ რაღაც საქონელს ვქნით. ზოგს ასე გონია, რომ სულიერობა ვითარდება, თუ ჩვენ რაღაც საქონელს შევქმნით. სულიერობა კი საზოგადოებაში განირჩევა იმ ადამიანების მდგომარეობით, რომლებიც წარმოადგენენ ამ საზოგადოებას. მთავრობა უნდა შეაფასო ხარისხების მიხედვით. ადამიანების ხარისხების მიხედვით. ადამიანების ხარისხი კი გამოვლინდება მათ ურთიერთობის ხარისხში. და დღესდღეობით მართლაც სასაცილოა. დღესდღეობით ადამიანების ურთიერთობის ხარისხი
ვლინდება ციფრებში. ანუ ეს რას ნიშნავს? ახლა მე მაგალითს მოგიყვათ, ბევრჯერ გამიგონიათ, რა თმიდა ამბობს ზოგიერთი, მაგალითად თუ გოგო შეძებენ, მაგას პატრონი არ ყავს, მაგენი ღარიბები არიან, ბოდიში, რა თმიდა უსაცლო, სარძლო, დაპატიეთ ამ სიტყვას, ასეთი ბევრი გამიგონია ასეთი რამ. ან ის იმდე ფულს აკეთებს, მუშაობს, კარიერა გააკეთა და ბედნიერი ის გოგო, ვინც მას ცოლად გაყვება, ან ბედნიერი ის გოგო, ვინც ძვლად შევა ასე მდიდარ ოჯახში, ხო? ანუ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ განისაზღვრება დღევანდელ დღეს ადამიანების ურთიერთობა. აი ეს არის ურთიერთობის ხარისხი. კიდევ ვამბობ, კი, სანამ მატერიალურ სამყაროში ცხოვრობ, მატერიალური საჭიროა. მართალია, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ადამიანობა დაგავიწყდეს. დიდი რაოდენობა განქორწინებებისა, დიდი რაოდენობა აბორტებისა, ბავშვების რაოდენობა, ბავშვების რაოდენობის უბრალოდ იმ ბავშვების რაოდენობას დააკვირდით, რომლებიც იზრდებიან ოჯახებში, სადაც ისინი არიან აყვანილი. კორუფციის დონე, ეს არის დანაშაულის დონე. აი ამ მაჩვენებლებით უნდა განსაზღვროთ სახელმწიფოში მდგომარეობა. და რომ ეს ყველაფერი არ იყოს, ამდაგვარად, მთავრობამ უნდა აგიტაცია ჩაატაროს, უნდა იმუშაოს იმაზე, თუ როგორ უნდა გამოაჯამრთელოს ამ ადამიანთა შორისო ურთიერთობები. ურთიერთობები ეს ისაა, რაც ჩვენ გვაძლევს საშვს სულიერ სამყაროში. ჩვენ ვუბრუნდებით შემქმნელს, გინდა შექმნილი დაარქვით, გინდა ვისაც როგორც გინდა ისე დაარქვით, ღმერთი, აბსოლუტი, რაც გინდა ის დაარქვით, მხოლოდ ამ ურთიერთობების დახმარებით. ყველა ომების მიზეზები არის ენერგეტიკული და რესურსული კრიზისის ნიადაგს, უბრალოდ ყველა ომები ხდება ენერგეტიკულ და რესურსულ კრიზისიდან გამომდინარე. ახლა პლანეტაზე გროვდება ძალიან ბევრი მუსორი და ყველა ომები რესურსის ჩასაგდებად ხდება. ხო და ალექსანდრე სანინი ამბობს, რომ მე მინდაო შეგახსენოთო ყველაზე მთავარი მიზეზი ამ პრობლემებისა, კრიზისისა, რომ ხდებაო შეგნებულად ნივთების დაძველების პროცესი. ჩვენ პლანეტას შეგნებულად აქცევენ ნაგვის გადასაყრელ ადგილად. 100 წლის წინ იყო გამოგონებული მუდმივი ნათურები. პირველად ამერიკაში ეს ნათურები გამოიგონა შაემ. შემდეგ საბჭოთა კავშირის დროს გერმანიაში იყო გამოგონებული მუდმივი მარადიული ნათურა, რომელიც უფრო კაშკაშად ანათებდა, მაგრამ როგორც კი გაერთიანეს ფერგე და გედერი, მე აგეცნდა ხა რა განსხვავება იყო ამათ შორის. ფერგე, ვინც არის ფერგე იყო ეს, ფერგე ეკუთვნოდა ფერგე იყო ცალკე ქვეყანა და გედერი იყო როგორც საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი ქვეყანა. ხო. სადაც ტარდებოდა საბჭოთა კავშირის ხელისუფლების პროცესები, გეგმები,
რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში, რუსეთის ჩათვლით ისივე ხდებოდა გდრ-ში. ფერგე ცალკე ვითარდებოდა. და ეს ნათურების, მარადული ნათურების ქარხანა იყო განლაგებული გდრ-ის ტერიტორიაზე. ანუ იმ ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნოდა საბჭოთა კავშირს. და როდესაც მოხდა გაერთიანება ამ ორი ნაწილისა, პირველ რიგში რაც გააკეთესო, ეს ქარხანა გდრ-ში დახურესო. ხო, ესე იგი, გაერთიანების შემდეგ ეს ქარხანა დაიხურა. იმიტომ რომ ეს ქარხანა ხელს უშლიდა საბანკო მაფიურ სისტემას ფულის გაკეთებაში, ეს მარად ანთებული ნათურები ჭვირთავდნენ, დატვირთვას ხსნიდნენ ბუნებას, აგრეთვე ბიუჯეტურადაც იყო ეკონომიური, ანუ არ იწვებოდა, არ წყდებოდა, არ თუშდებოდა და იყო განსაზღვრული, ესე იგი იყო მიმართული იმისკენ, რომ ყოფილიყო ეკონომიური ნაკლებად მავნე ბუნების მისამართით, დედამიწის მისამართით, დედამიწასთან შეფარდებაში, ხო, ესე იგი ყოფილიყო ჰარმონიაში ბუნებასთან და დედამიწასთან. მაგრამ ამ მაფიური საბანკო სისტემიდან გამომდინარე, სამწუხაროდ მათთვის ეს ნათურები არ იყიდებოდა, არ თუშდებოდა და არაფერს სავაჭრო ფასიურებებს არ წარმოადგენდა საბანკო სისტემისთვის. ის ანათებდაო მარად და კიდევ ერთ ფაქტს შეგახსენებთო. 1991 წელს კომპანია Toyota უშვებდა ავტომობილებს გარანტიით 1,000,000 კილომეტრი. არ ვიცი მე ხახა თქვენ მე მანქანაში არ ვერკვევი. ესე იგი მე რუსულად გეტყვით, როგორ თქვა უსანირმა, რომელსაც ჰქონდათ 1,000,000 კილომეტრად ბეგა. ხო, ალბათ იგულისხმება ის გზა, რაზეცაც ის გადის 1000 კილომეტრში, ესე იგი, ხო გეუბნები მე ვერ ვერკვევი ამ თემაში. და ალბათ იგულისხმება 1000 კილომეტრად ბეგა. ალბათ 1 საათში რამდენი კილომეტრი გადის, ხო, თუ არ ცდები? თუ ცდები, შემისწორეთ. მაქრის მოყვარულებო. მაგრამ მასე იყო 30-34 წლის უკან და კომერციული ფურებს ჰქონდათ გარანტია 1,000,000 პრაბეგავ. ალბათ 1 კილომეტრში თუ არ ვცდები. მე ვერ ვერკვევი. მე უბრალოდ მაგალითი მოგიყვანეთ. ახლა კი 34 წლის შემდეგ გარანტია ამ Toyota მანქანების არის 100,000. წამოიგეთ რამდენად შეამცირეს ეს მანძილი. ახლა ჩვენ ცხოვრობთო მუსორული მაბადიეთ ნაგვის ეკონომიკის ეპოქაშიო. უბრალოდ დანაგვების ეკონომიკურ ეპოქაში. სმარტფონები, კომპიუტერები, მაცივრები, სარეცხი მანქანები, ყველაფერი ამას უშვებენ მიხელა გარანტიით, რომ ისინი მალე გაფუჩნდნენ და ხალხმა ახალი იყიდო.
მაქსიმუმ 3-5 წლის შემდეგ. მაგალითად, სარեց მანქანებს გარანტიას აძლევენ 5 წელს, ტელეფონებს გარანტიას აძლევენ 1-2 წელს. მე მაგალითად მე ნაკლები მიწერია გარანტია ტელეფონის საბუთში, მაგრამ მე ხა ეს ჩემი ტელეფონი, საიდანაც მე თქვენ კარ ნახობ, ნაკლები მაქვს 21 წელს. ხო და ახლა იანგარიშე 22, 23, 24, 25. მე-4 წელი ეს ტელეფონი მაქვს. მართალია მე ვუწყლდები. ხო და ახლა უშვებენო ტექნოლოგიებს ისე რომ მაქსიმუმ 5 ეს ეხება მაცივრებს, სადაც მანქანებს, კიდევ ბევრ დიდ ტექნოლოგიებს. სადღა მაქსიმუმ 5-10 წლის შემდეგ ჯართებში აღმოჩნდნენ. არსებობს ორიგინალური გადაწყვეტილება ამ ეკონომიური და სხვა კრიზისებისა და ეს გამოსავალი შედგება იმაში, რომ ჩვენ უნდა მივატოვოთ ერთჯერადი ნივთების გამოშვება. რადგან ერთჯერადი ნივთები ანაგვიანებს პლანეტას. მაგალითად, თუ იგივე ტოიოტას გამოუშვებენ 100,000 კი არა, მილიონი კილომეტრი забег или за пробег. ანუ მილიონი კილომეტრი გარბენა. სწორად თუ ხო ახლა ინტერნეტში შევედი და არ ვიცი სწორად ვიხმარე თუ არა მე ტერმინი, სწორი ტერმინი უბრალოდ მაპატიეთ. არ ვიცი სწორი ტერმინი შეურჩიეთ თუ არა ამას, ამ თარგმანს. მილიონი კილომეტრი გარბენა. ხო. მაშინ მოხდება ისე, რომ 10 ქარხნის მაგივრად ბოლს ამოუშვებს შავ ბოლს მხოლოდ ერთი ქარხანა. ანუ შემცირდება ბუნების დაბინძურება, ცის დაბინძურება, გაშავება ამ გამონაბოლქვებით ქარხნებიდან. ხო, იმუშავეს 10 მაგივრად მხოლოდ ერთი ქარხანა. რომ დიდი ხნის მოსახურეობის გარანტიით გამოუშვან არა მხოლოდ მანქანები, არამედ სხვა ნივთებიც. ხომ შემცირდება ქარხნები. მოდით უბრალოდ ნივთები გამოვუშვათ დიდი ხნის გარანტიითო, ან საერთოდ მარადიულ ხმარებაშიო. ამბობს უსანი. ხო, საბოლოოდ მინდა გითხრათ, რასაკვირველია საქართველოშიც იგივე მდგომარეობაა. უფრო შემოაქვენ საქონელი. ერთეულ პირებს იაფად მაგალითად თურქეთში იღებენ და ყიდიან 3-მაგად, 4-მაგად საქართველოში, ხო? და ხომ შეიძლება ზოგი პროდუქცია ხელი შეუწყო მოსახლეობას და ზოგი პროდუქცია გამოუშვან საქართველოში. ის გაიაფდება და ხალხის იქნება ხელმისაწვდომი. და როდესაც ჩვენ მაგალითად ქართულ მოსახლეობას მივცემ საშუალებას განავითარონ თავისი პატარა მეწარმეობა, განავითარონ ააშენონ სათბურები და თავისი საქონელი გამოუშვან. ხო, იცით რა, თან მე მინდა დავამატო, რომ მიდის ისეთი, როგორ გითხრათ, პროცესი, რომ ისეთ პირობებს უქმნიან ხალხს, არა მხოლოდ საქართველოში, სხვაგანაც, რომ ხალხი იყვნენ დამოკიდებული ამ მაფიური საბანკო სისტემაზე, მთავრობაზე. არ უნდათ რომ ხალხმა თავისით
ირჩინოს თავისი თავი. მე ხა ფიზიკურად ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ ვერ შეძლებ მუშაობას. მაგრამ მე რო ჯანმრთელობა მქონდეს, ნამდვილად მოხარული ვიქნებოდი, რომ არ ვიყოს სხვაზე დამოკიდებული. თუნდაც ფინანსურ საკითხში. ხომ არის ბევრი ჯაღონი სავსე, ახალგაზრდები. ხო, ბევრი ახალგაზრდის უმუშევარი. ახალგაზრდებს არ უნდა სოფლებში ცხოვრება, სოფლებში ყოფნა. რამდენი სოფელია დაცარიელებული. მიეცეთ, რომ მიეცეთ საშუალება ამ სოფლებს ხელი რომ შეუწყო, მერტმუნეთ. ისინი თავის თავს მაინც ირჩენენ, თავის შვილებს არჩენენ, დენ იქნება და ეხომ ხელა განტვირთვა, ხო? ხელისუფლებისთვისაც, მაგრამ სადა ბანკები იარსებებენ. არ ვიცი, ნახოთ. მადლობა ყურადღებისთვის.